თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ლევან ბერძენიშვილი გვერდება ამერიკიდან. ბატონო ლევან, მოგესალმებით თბილისიდან პირდაპირ საუბრის სტუდიიდან. მოგესალმებით. ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინ ნეტში თქვენი გამოსვლის შემდეგ გავრცელდა თქვენი გამოსვლის ნაწყვეტები, მათ შორის თქვენი ფრაზა იმის შესახებ, რომ ამერიკა საქართველოში ბრუნდება და რომ ამერიკის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ პრეზიდენტ რუზველტის მიერ დიქტატორ სამოსას შესახებ ნათქვამი ფრაზა ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია, უკვე აღარ ამართლებს. რას გულისხმობდით, იქნებ განავრცოთ? დიდი მადლობა ამ ინტერესისთვის, რომელიც ერთ-ერთ გამოსვლას ჰქონდა. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფები ნეტში, ეს არის ამერიკის ყველაზე დიდი ფონდი, რომელიც დემოკრატიაზე ზრუნავდება მსოფლიოში. მე აქ ვიმყოფები როგორც სტიპენდიანტი რეიგანის სტიპენდიისა. ეს არის სამეცნიერო მივლინება, სამეცნიერო მუშაობა და ჩემი პრეზენტაცია იყო შედეგი, ასე ვთქვათ, ამ 5 თვიანი მუშაობისა. ის რაც განაცხადა, ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას სპეციალურ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ბევრი ხელისუფალი იმ ქვეყნებში, სადაც ახლა მიმდინარეობს მღელვარება, მე გულისხმობ არაბეთის ქვეყნებში, ბევრი მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და მეგობარია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში ამას ყურადღებას აღარ მიაქცევს, რადგან მათი აზრით მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია იყოს წინ და არა ის მოკავშირეა ეს თუ არა. ანუ ავტომატურად ის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი არის შეერთებული შტატების მოკავშირე, მას ვერ მოუპოვებს სიმპათიას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ძველი ფორმულა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენია, აღარ იმოქმედებს. ამაზე პირდაპირ და ღიად განაცხადა ბარაკ ობამამ, თუმცა ამაზე ისედაც მისახვედრი იყო იმ შეხვედრების მიხედვით, რომელიც მე მქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალ დონეზეც. ვისთან გქონდათ შეხვედრები, ბატონო ლევან, იქნებ დააკონკრეტოთ? მე მქონდა შეხვედრები კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ნედის ორგანიზაციებში, მე გულისხმობ NDI, IRI, PACE და ასე შემდეგ. ხუთია ყოველდღე შეხვედრა მაქვს ხანდახან ორ-ორი ამერიკის აკადემიურ წრეებში, ასევე უნივერსიტეტებში. ბევრგან ვიყავი, მართალი გითხრათ, მოვიარე მთელი ქვეყანა. ამიტომ რამე სიახლე ჩემთვის ამ განცხადებაში, რაც გააკეთა ობამამ არ იყო, უბრალოდ ის, რაც ამერიკის პოლიტიკა გახდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ობამამ ჩამოაყალიბა. ისინი აღარ დაეხმარებიან მუბარაკს, მარტო იმიტომ, რომ იგი ისრაელის და ამერიკის მეგობარია. ისინი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ უყურადღებოთ ხალხის ინტერესებს, ეს არის ამერიკის დღევანდელი პოლიტიკა. ბატონო ლევან, თქვენს ლექციას ნეტში ეწოდებოდა ვარდების რევოლუცია, არც თუ ისე ვარდისფერი შედეგები. მაინტერესებს, რატომ დაარქვით, რატომ შეარჩიეთ ეს სახელი? საქმე ის არის, რომ ვარდების რევოლუცია საერთოდ ფერად რევოლუციების გადაფასება ხდება ახლა, შეფასება მათი ისეთ აქტუალებული არ არის, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ამიტომ მე როდესაც უწოდე not so rosy results, ანუ არც ვარდისფერი შედეგები, ეს იყო ზუსტად ის, რაც დღეს არის, ასე ვთქვათ, ამერიკულ მეცნიერებაშიც და პოლიტიკაშიც. ეს საზოგადოება მოგეხსენება ძალიან არ არის წარსულზე მიბმული, მომავლისკენ მიხედება. ამიტომ არ ღელავენ იმის გამო, რომ როგორ თუ აღრიყო ვარდების რევოლუცია ისეთი, როგორიც საჭიროა. მე დავრჩი ერთგული ვარდების რევოლუციის იმ იდეებისა, რის გამოც ის მოხდა, მაგრამ პირველივე დღიდან, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ იდეების ღალატი დაიწყო, არც ჩემთვის და არც ჩემი აუდიტორიისთვის არ იყო დასაკვირი. დაახლოებით 100 კაცი, შეიძლება ცოტა მეტი, ესწრებოდა ამ მოხსენებას ნეტში და არ ყოფილა არც ერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, არავინ არ დაიცვა, მოკლედ ჩემგან საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს კრიტიკა ბუნებრივია, ნორმალურია, მოსალოდნელი არის. ყველა ელის, რომ სწორედ ასეთი ლაპარაკი იქნება. ვარდისფერი შედეგები არ გვაქვს, რევოლუცია მის ვერ მოიტანა, რასაც დაკვირდა, ხოლო რასაც ვარდისფერი რევოლუციონერები და ხელისუფალი დაკვირდა, ეს იყო მოგეხსენებათ ათინა, აბიჯი, ძალიან ცნობილი, ეს იყო ევროკავშირი, ეს იყო კარგი ცხოვრება, ეს იყო უსაფრთხოება, ეს იყო ტერიტორიების დაბრუნება. აქედან არც ერთი არ შესრულდა, ყველაფერი გაუარესდა. ეს ის თავისუფლების ინდექსი თქვენი ხათრით, მაესტროს ხათრით, ოდნავ თითქოს გაუმჯობესდა, რახან სატელევიზიო დახვედით,
მაგრამ შემდეგ ისიც ცნობილი გახდა რა პრობლემები ექნება ფინანსურად საერთოდ მაესტროსაც ვებსაც შესაბამისად ინდექსები რომელიც მე მოვიტანე არის მსოფლიო ასე ვთქვათ სამეცნიერო წრეების მიერ შემუშავებული სანდო და არა ყალბი და ლიტონი ლაპარაკი მლიქნელებისა პარლამენტში საქართველოს პარლამენტი იქნება თუ სხვაგან ყველაფერი გვაჩვენებს რომ ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოში დემოკრატიის დონე არ გაიზარდა და სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის სამოქალაქო მონაწილეობის დონე შეიზღუდა შემცირდა და საქართველოს ახლა დემოკრატიის ინდექსით არის 103 ქვეყანა 160 ქვეყანას შორის. ბატონო ლევან, დღევანდელი შედეგებით შეგიძლიათ თუ არა ვარდების რევოლუციას ისევ უწოდოთ რევოლუცია? ანუ არის თუ არა რევოლუცია ხელისუფლების ცვლა თუ ამას არ მოსდევს კიდევ სხვა თანამდები ცვლილებები, როგორც არის თუნდაც მენტალიტეტის შეცვლა? ვარდების რევოლუციას ახლა სახელი შეეცვლება თუ არა მომავალში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების ცვლის ტექნოლოგიის მიხედვით ის იყო რევოლუცია, მაგრამ ყველა რევოლუცია რომ სიკეთე არ არის ერთ კიდევ იმის შემდეგ ვიცით რაც საფრანგეთის რევოლუციას ნაპოლეონი მოჰყვა, ხოლო რუსეთის რევოლუციას ვიცით რაც მოჰყვა. ამიტომ სახელში არ არის საქმე. მე სახელთან არ მაქვს პრეტენზია. ვარდების რევოლუცია იყო რევოლუცია, უბრალოდ ვარდების რევოლუციის შედეგი არ არის ის, რასაც იგი პირდებოდა. შესაბამისად, ეს რევოლუცია ისტორიაში შევა, როგორც ხელისუფლების გადაცემა, უსისხლო, ისთვისაც ორივე მხარეს ეკუთვნის მადლობა და არა მხოლოდ ერთ მხარეს და ამბოხებულ მხარეს და ყოველთვის იქნება აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა მაგალითად საარჩევნო დარღვევებისა და სიების გამო და 7 წლის შემდეგ ეს სიები იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე მაშინ იყო. ანუ ფაქტობრივად რევოლუციის შემდეგ არაფერი არ გასწორდა. გასწორდა მხოლოდ ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციის შემდეგ იზრუნა, რომ ასეთი ტიპის რევოლუცია მეორეჯერ არ მოხდეს, რომ მისი პოლიცია ძლიერი იყოს, რომ ის არ შედრკეს და ასე შემდეგ, მაგრამ მან არ იზრუნა ინსტიტუტების მშენებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ამ რევოლუციის ნამდვილ წარმატებას. ამიტომ ტერმინი, რა თქმა უნდა, დარჩება, მაგრამ ვარდებს რაც შეეხება, ესენი საერთოდ ამ ფერებს ეს ფერები გახუნდა, ახლა ყველამ იცის, რომ ლაპარაკი წარმატებაზე რევოლუციის უკრაინაში უკვე სასაცილოა, საქართველოშიც ეს უკვე ძალიან სერიოზულად იწვევს. სხვაგან მაგალითად მეორე რევოლუცია მოხდა, მაგალითად ასეთიც იყო და თუნდაც ყირგიზეთში. თუნდაც ყირგიზეთში. ის ლაპარაკი, რაზეც ახლა ვისმენთ ჩვენ თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ისაც მაგან ხდება ჩვენთან უკვე მოხდა. ისტორიას ვერაფერს ვერ უზრუნოს ახლა ამ შელოცვებით, რომ ჩვენთან უკვე მოხდა და არავინ არ იცის კიდევ რა მოხდება, იმიტომ რომ ის შედეგები, რასაც ხალხი ელოდა. შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ის შედეგები არ დადგა. რატომ ბატონო ლევან, თქვენი აზრით, თქვენი ანალიზით, რატომ არ დადგა ის შედეგები, რასაც ელოდით და რასაც ხალხი ელოდა? ჩემი ხანგრძლივი ანალიზის შედეგად შემიძლია ძალიან მოკლედ გიპასუხოთ, რომ თუ კი ქვეყანას აშენებენ ისინი, ვინც მოახდენენ რევოლუციას, ასეთი შედეგები არ დადგება არასოდეს, იმიტომ რომ ქვეყნის მშენებლობა ხდება სხვა ხალხი, რევოლუცია ხდება სხვა ხალხი. ეს ხელისუფლება და ეს რევოლუციური გაგება, ეს ისე იგი უპასუხისმგებლობა განესწრება, უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვინც მშენებლობა იცის. ამიტომ მე არ გულშემატკივრობ, ეს არ ყოფილა მოხსენებაში, მაგრამ ისე მოგახსენებ ცალკე, ასე ვთქვათ, პრივატულად. არ ყოფილა ჩემი ოცნება შეცვლა მიხეილ სააკაშვილის ვთქვათ ვიღაცით. ჩემი არ ვინც კი იყო ხელისუფლებაში ყველაში დრო წავიდა. სააკაშვილი იქნება, პურჯანაძე, ნოღაიდელი თუ სხვა, ყველა ვინც სადა რევოლუციის შედეგების მიხედვით რაღაცის გაკეთება და არ გამოუვიდა და არც გამოუვიდოდა, როგორც ახლა ირკვევა, ამათ დრო წავიდა. საქართველოს უნდა ეძებოს ისეთი ძალები და ისეთი ენერგია, რომელიც არარევოლუციურ ცვლილებებს განახორციელებს და იმ შედეგებს დააყენებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ბატონო ლევან, ხშირად გვამშვიდებენ მეგობრები დასავლეთიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან თუ ევროპიდან, რომ დემოკრატია ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და რომ ეს ქვეყნები დღეს განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნები ამას მოუდგნენ ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. როგორ ფიქრობ, თუნდაც ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს დემოკრატიის გზაზე უფრო წინ ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის?
იქნებ ბუნებრივია ამ საფეხურზე ყოფნა და იქნებ ეს ნორმალურია, ასე ვთქვათ, პროცესის თვალსაზრისით. მე გავიგე თქვენი შეკითხვა, მაგრამ უნდა გიპასუხოთ, რომ არც ამერიკელებისთვის, მე არ ვიცი ახლა ვინ გვამშვიდებს და ვინ არა, მაგრამ მე ვინც ვნახე და მე ვისაც ველაპარაკე, ამ თვალსაზრისით შვიდად არავინ არ იყო. ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს ფულს ძალიან დიდ თანხლებს ქვეყნებში არა იმისთვის, რომ ეს ქვეყნები მათ მდგომარეობა ისეთი იყოს დემოკრატიის თვალსაზრისით. ასე რომ სრულყვილია ეგა, რომ ჩვენ შვიდად უნდა ვიყოთ და 400 წლის მერე ბუნებრივად მოვა დემოკრატია. მოლდოვა უკვე არის 65 ქვეყანა და მას აქვს უკვე დემოკრატიული სტატუსი. ანუ შეიძლებოდა უფრო მეტის მიღწევა. მოლდოვაში არ დახარჯულა იმდენი ფული, რამდენი ჩვენთან დაიხარჯა. ახლა ვინმე არ მითხრას, რომ მოლდოვას ტერიტორიული პრობლემა არ ქონდა, აქვს ეს პრობლემა. მეტიც მოლდოვასთან საერთოდ ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ და მხოლოდ ახლა მოხდა მათი დაძლევა. მიუხედავად ამისა, მოლდოვა არის ეგრეთ წოდებული ფლოდ დემოკრატია, ანუ გაყნილი, შერყნილი, ოდნავ ასე ვთქვათ, გაფუჭებული, მაგრამ მაინც დემოკრატია, ხოლო საქართველოს არის ჰიბრიდული სისტემა, ანუ რაღაცა დემოკრატიასა და ანუ ნახევრად თავისუფალი ქვეყანა, როგორც გამოკვლევები და ინდექსები აჩვენებს. ბატონო ლევან, ეს ნახევრად თავისუფალი ძალიან სასაცილოა. დიახ, თუმცა Freedom House-ი სწორედ ასე უწოდებს საქართველოს. Freedom House-ის შეფასებებით ჩემთვის ცნობილია, მაგრამ უნდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ეს ტერმინი არის უბრალოდ ინგლისური ის მანერად ჟღერს. ქართულად ნახევრად თავისუფალია არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ შენი თავისუფალი, შენ პატრონი, შენ ანხარ ან არ ხარ. ნახევრად და სხვა ის პატერი შეიძლება. აქ თარგმანის პრობლემა. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ სულ ყველათან Freedom House-ი იქნება, ეკონომიკსი იქნება თუ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჯგუფი აკადემიური, ეს იქნება GW-ში, Brookings-ი, Carnegie, რა ვიცი, ბევრია. ყველა ახდება, რომ საქართველოს არის ჩამორჩენილი ქვეყანა. კარგი, მაშინ დავსვათ კითხვა რატომ, ანუ რა უშლის ხელს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას? ეს არის მმართველი გუნდის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, პრობლემა არის საზოგადოებაში, თუ პრობლემა არის დაუშვათ ოპოზიციური ძალების არასაკმარის აქტიურობაში, ასე ვთქვათ. სად ვეძებოთ პრობლემის სათავე? ეხლა ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა, რომ მე თქვა, რომ საქართველოს ოპოზიცია არასათანადოდ აქტიური იყო უკანასკნელი წლების მანძილზე, იმიტომ რომ ასეთი უსამართლო შეფასება მიხეილ სააკაშვილსაც არ გაუკეთებია პარლამენტში, მან თქვა, რომ 2007 წელს ოპოზიცია ძალიან ძლიერი იყო და სხვადასხვა. ოპოზიციამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გადაგვეგდო, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, არ გამოგვივიდა ახლა ესე იგი ყველაფერი არ გამოდის ხოლმე ესე იგივე. ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი არის იყო დამნაშავე იქ, სადაც რაღაც იმედები ჰქონდა დაკავშირებული. ანუ ხალხმა რომ თქვას, რომ აი ოპოზიცია არის დამნაშავე და დამთავრდა. დამნაშავე რა თქმა უნდა არის საზოგადოება უპირველეს ყოვლისა, როგორ შეიძლება ყველა დაკვირვებულია. ეს არ არის ამერიკელებისაც ყველა გაკვირვებულია არა იმით რომ შევძელით თუ ვერ შევძელით ყველა მიცის 2007 წელს თქვენ ქუჩაში მეტნი ვიყავით ვარდების უlicის დროს ყველა მიცის რა ეგრეთ წოდებული არჩევნები ჩააკაშუმა და არავინ არ ამბობს ოპოზიციის მაშინდელი ოპოზიციის საყვედურს უფრო ამბობენ თუმცა მაშინ საზოგადოებაც აქტიური იყო ბატონო ლევან ძალიან აქტიური თვეები იყო თვეებს ატარებდა საზოგადოება ქუჩაში ოპოზიციის გვერდით მე იმ საზოგადოებასთან რომელიც ქუჩაში იყო არ მაქვს პრეტენზია მე მაქვს პრეტენზია რომელიც სახში იყო მაგ დროს აი იმათი პასუხისგებლობა არის ის რაც ხდება მიხეილ სააკაშვილი იმდენ ხანს იქნება სანამ აი იმათ ეწოდინება თუ ასე შეიძლება მოხდეს და არა იმ ადამიანებს რომელიც ქუჩაში იდგნენ და იყინებოდნენ მათთან ერთად ეს საზოგადოების ეს ნაწილი აქტიური ნაწილი ყველაფერს აკეთებდა რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო მაგრამ იყო მეორე ნაწილი რომელიც არ არის ნაკლებზე მეტია ნაკლებზე მეტი ქართველი იქნება ეს თუ საქართველოს მოქალაქე მშვიდად უყურებდა პროცესებს აი მაგალითს გეტყვით დიახ მან სოფლიომ გაიგო რა უბედურ მდგომარეობაში ყავს საქართველოში მაგალითად პედაგოგები. მე ხებიან კი, მაგრამ ეს პედაგოგები რა ადამიანები არ არის ხმას, რატომ არის აი გეკითხებით მე ძვირფასო პედაგოგებო. რომელსაც ყველაზე უარესად გექცევიან. თემამ სოფლიომ დაადასტურა, რომ პედაგოგებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით საქართველოს გაცილებით უარესი ქვეყანა, ვიდრე კენია, ზამბია და ახლა დემოკრატიულ განაზე და სამხრეთ ამერიკაზე არ ვილაპარაკებ.
და რას აკეთებთო მე მკითხეს ეს კითხვა დამისვეს ახლა პრეზენტაციაზე მკითხეს მასშტაბთა პროფკავშირის შესახებ მისი აქტივობის შესახებ უშემატკივრობენ რა თქმა უნდა მაგრამ ძალიანად მასშტაბები მორჩილად იტანენ იმ უბედურებას რა დღეშიც არიან ესეც ხო ფაქტია ეს არის გაქვთ თქვენ ამისი ახსნა ბატონო ლევან იქნებ აქ შიშის ფაქტორი მოქმედებს დიახ მაქვს მაგისი ახსნა მასშტაბები არიან ინტელექტუალები ამიტომ მე ვერ ვიტყვი რომ მათ არ ესმით რა ხდება მათ ჩვენზეც ესმით რა ხდება მაგრამ მართალი ბრძანეთ მათ ეშინიათ იმიტომ რომ საქართველოში დამკვიდრდა ასეთი პრაქტიკა თუ მე არ მომწონხარ როგორც პოლიტიკურად აქტიური მასშტაბელი მე არ დაგიგდებთ იმას კარგი სპეციალისტი ხარ თუ არა წახვალ შენ მე ჩემ ბიძაშვილს მოვიყვან მამიდაშვილს მაინც არავინ არაფერს არ მიმოწვევს ამ სკოლაში მაინც არავინ არაფერს არ ასწავლის და გავსეს სკოლები იმ ადამიანებით რომელთაც სკოლასთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ იმათ ხარჯზე რომელსაც ეს შეხება უნდა ჰქონოდა ყველა ღირსეული მასშტაბელი ახლა ტანკალებს შიშით იმიტომ რატო დირექტორებიც კი მოხსნეს ბატონო ლევან დააწერინეს იძულებით განცხადებები როდესაც მათი სკოლის მოსწავლეები აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა ვიცი მე ვადევნებ თვალს და ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის იმის შედეგი რომ არის საზოგადოებაში რაღაც ნაწილი რომელიც ამის გამო არ ღელავს დიახ დირექტორებს ხსნიან ის მასშტაბლები არიან მოსწავლეები არიან მშობლები არიან და არაფერი არ ხდება ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს ის ძალადობა რომელსაც ახლა არის კარგი ბატონო ლევან დღევანდელი გადასახედიდან რა შეგიძლიათ თქვათ დაიძრა ოდნავ მაინც პროგრესისკენ საქართველოში დემოკრატიული პროცესები იმიტომ რომ დაუშვათ დაიწყო უკვე მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო მედია გამჭვირვალობის შესახებ კანონი როგორ ფიქრობთ ეს არის რეალურად ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისკენ თუ ესეც ასე ვთქვათ საჩვენებელი ტრიუკებია ცით ყველაფერი დამოკიდებული არა იმაზე ხელისუფლება რა კანონებს მიიღებს არამედ იმაზე როგორ შევძლებთ ჩვენ რომ ეს კანონები შესრულდეს მაგალითად პრესის გამჭვირვალობაზე პირველი მოსმენით მეორე მესამეთი მიიღებენ და ამის შემდეგ ჩვენ გავიგებთ სიმართლეს თუ არა ამაზეა ლაპარაკი აქ გახსოვთ თქვენ რომ იყო შემთხვევა როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიწვირვა რომ საქართველოს უმაღლეს ეშელონებში თურმე არსებობს კორუფცია წამოწდა ისე იგი თითქმის მოძნე დეპუტატს ამის შესახებ და მე ეს ხო ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციამ ვერც ერთი კონკრეტული მაგალითი ვერ დაასახელა ბატონო ლევან თქვენ თუ გაქვთ მაგალითი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითების მეტი რა მაქვს მაგრამ ეს პირადად მე მიმაჩნია რომ თქვენი სამუშაო არის ჟურნალისტების თუკი სადმე არსებობს მაგალითად მე ვიცი რომ ამ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს გვას არ დავასახელებ ჩემი ვალი აქვს სხვა ჩვენის არ გაუქმებია მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან სერიოზული ქონება აქვს ძალიან სერიოზულად გამდიდრდა მულტიმილიონერი გახდა ეს ღარიბი კაცი ასევე ძალიან ღარიბი კაცი იყო ვანო მერაბიშვილი სანამ ხელისუფლებაში მოვიდა და რაც ეხება ბატონ ადეიშვილს ის საერთოდ პარლამენტიდან მიდიოდა იმის გამო რომ უკმაპური არ ჰქონდა და ხელფასი არ ჰქონდა პრობლემები ჰქონდა დღეს ეს ხალხი მილიონერები არიან ამის მეტი მაგალითები ახლა შემიძლია კიდე გავაგრძელოთ მაგალითების რა არის საქართველოში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ხალხს ენატრებოდა რომ მინისტრის მოადგილე თუ არა თანაშემწე მაინც ყოფილიყო ამ თანამდებობას ჩემს თანამდებობას ცვლიდნენ იმაში რატომ იმიტომ პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრი არაფერს არ ნიშნავს იმასთან შედარებით რა დიდი პულის გაკეთება მინისტრებს შეუძლია და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს რამე ის იყო რა საერთო აბერაცია შეცდომა თუ ჩვენი ვრაციცია სად რა დონის კორუფცია ვინ არ არის კორუმპირებული ეგაა კითხვა თუ კორუმპირებული დაასახელებს სააკაშვილმა იკითხა დააში სადაც მარტო კორუმპირებულები ისხდნენ ეს ხო არის ძალიან სასაცილო სხვათა შორის უნდა გითხრათ შესაძლოა შეერთებულ შტატებში მე მოხსენებაში ვთქვი რომ საქართველოში სოროსის ფონდის დახმარებით სპეციალური ფონდი შეიქმნა რომ ხელისუფლებისთვის ხელფასები დაენიშნა მაგალითად სიცილად არ ეყოთ იმიტომ რომ მაღალი ხელფასი როდის იყო კორუფციასთან ბრძოლის გარანტია. აბა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში რატომ უნდა იყოს კორუფცია? მაღალში მოხსნას მაღალი ხელფასი არ აქვს. კორუფცია არის შედეგი სულ სხვა მიზეზებით, სულ სხვა პროცესებისა. როცა ადამიანი არის ხარბი და თუ ხედავს რომ არის რაღაც საშუალება რომ მოიპაროს, იპარავს ხოლმე და ყველა არის
ბატონო ლევან, არც ისე ბევრი დრო გრჩება და ძალიან მინდა კიდევ რამდენიმე თემა შევეხო. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად ნათელია დღეს დასავლეთისთვის რა გზას ადგას საქართველო? ანუ გულისხმობ რამდენიმე გზას, თქვენ სამი გზა დაასახელეთ ნეტში თქვენს მიერ ჩატარებული ლექციის დროს. არის ეს უფრო დასავლეთისკენ ინტეგრაცია, არის ჩაკეტილი სისტემა, ანუ ვიწრო ნაციონალიზმი თუ არის დაუშვათ სინგაპურიზაცია, რომელიც ძალიან პოპულარულია დღეს პოლიტიკურ ელიტაში, სახელმწიფო ელიტას გულისხმობ. სხვა შორის ეკონომიკის მინისტრი სწორედ იქ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ და ძალიან დიდი ხაზგასმა კეთდება საქართველოსა და სინგაპურის მსგავსებას შორის. თქვენი აზრით დასავლეთისთვის არის ნათელი ჩვენი გზა? დასავლეთისთვის და ჩემთვის არ არის ნათელი გზა, რომელსაც დავადგებით. სინგაპურზე მინდა მოკლედ გითხრათ. ეხლა რასაც თქვენ სახიფათო გზა უწოდეთ თქვენს ლექციაში? საქართველოსთვის არის სახიფათო გზა, იმიტომ რომ სინგაპურის გზა, ასე ვთქვათ, თუ მართლა ეს არის ნაკლები დემოკრატია, მეტი კონცენტრაცია ხელისუფლების, მეტი თავისუფალი ინვესტირება არადემოკრატიული ქვეყნებიდან შემოსული თანხებისა და მეტი შეზღუდვა თავისუფლებისა. მაესტრო იხურება სინგაპურიზაციის შემთხვევაში არც მაესტრო, არც კავკასიაა და საერთოდ არაფერი არ არის. მაგრამ საქართველოში მე ვივარაუდე, ეს იქნება შეუძლებელი, იმიტომ ამ დროს პროდასავლური ძალები კი არ დაუპირისპირდებიან ამას. პროდასავლური ძალები საერთოდ გაქრება. ამ დროს სინგაპურიზაცია დაუპირისპირდება ქართული ნაციონალიზმი მოხდება სამოქალაქო შეტაკებები, სამოქალაქო ომი შეუძლებელია საქართველოში და საქართველოს დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას. ეს არის საფრთხე. ყველა პრეზიდენტი, ყველა ეკონომიკის ეგრეთ წოდებული მინისტრი ახლა არ მათ ქალბატონზე ვილაპარაკობ, მე მგონი ცოტა ზედმეტი მოგვივა. ყველა არის ძალიან შორს რეალობისგან. არავის არის სინგაპურიზაცია საქართველოში არ შეიძლება, ამაზე ამერიკაში უკვე რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა. ჩემმა მოხსენებამ მე მგონი უბრალოდ ხელი შეუწყო განწყობებს, ბევრმა არ იცოდა რომ საქართველოს პრეზიდენტი ამაზე ოცნება. საქართველოს არ აქვს არანაირი შანსი გარდა დემოკრატიული განვითარებისა. არანაირი ეკონომიკური სასწაული აქ არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მივალთ იქ, საიდანაც დავიწყოთ, მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ამიტომ არის საფრთხე ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დატოვება და ამიტომ არის რომ დასავლეთი ყურადღებით უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, დასავლეთს რომელი ურჩევნია და როგორ ფიქრობს საქართველოს, დასავლეთმა კარგად იცის საქართველოს შანსი. და საქართველოს შანსი არის ერთადერთი დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება. იქნებით ამაში თანმიმდევრული და შევძლებთ ამას, ეს თქვენ გვეხება მოქალაქეებს, ეს თქვენს ხელისუფლებას ეხება, რომელსაც ჯერჯერობით ამის გაგება არ სურს. გამოცვალოთ უნდა ის ხელისუფლება, რომელიც სინგაპურიზაციას თავაზობს. ჯერჯერობით ქართველებმა ჯერ არ იციან, მე მგონი, რა საფრთხე შეიცავს ეს ეგრეთ წოდებული სინგაპურის გზა. ეს არის ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო უნიფიცირებული მთლიანად, იქ არ არის ერთიანი, იქ არ არის განსხვავება, არ არის პრობლემები. ეს ერთი პრობლემაა, რომ ეს საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სრულიად მოუხერხებელი და მიუდგომელია და მეორეც ეკონომიკურად ჩვენი კულტურა შრომის სინგაპურის კულტურა, როგორ აგიხსნათ ახლა ქართველებისგან რომ სინგაპური და ჩინეთი არ დადგება, მიხეილ სააკაშვილის თავში შეიძლება არ შევიდეს, შეიძლება ლევან ამიშვილს გაუჭირდეს ამის გაგება, მაგრამ ჩვეულებრივმა ქართველებმა ხო კარგად ვიცით როგორებიც ვარ. გასაგებია. ბატონო ლევან, დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ნეტში გამოსვლის შემდეგ გავრცელდა თქვენი ერთი გამონათქვამი, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გულისხმობ შემდეგს. საქართველოს საკმარისი ტერიტორიები აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ აქ დემოკრატიული ქვეყანა ააშენოს. ეს ფრაზა ამ ფორმით რასაკვირველია კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. მაინტერესებს ზუსტად რას გულისხმობდით? ეს მე ნეტში გამოსვლისას არ მithქვამს, ეს ინტერვიუში იყო რომელიც დიახ, შესაძლოა მე სწორად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ ფრაზასთან დაკავშირებით. პლატმასეც არ თქმულა, რა თქმა უნდა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დაქნა საქართველოს დაკარგული ტერიტორიებისთვის უნდა იომოს, თუ რამე სხვა მოიფიქროს. ეს იყო კითხვა. დიახ. ამ კითხვაზე მე ყოველთვის მაქვს პასუხი, რომ საქართველოს არ უნდა იომოს, იმიტომ რომ ომი ჩვენ ვცადეთ, ვიცით რა არის და ომით არ წყდებოდა ეს პრობლემა. მე სანამ ეს ომი დაიწყებოდა, მანამდე ვიცოდი, რომ ომით არ წყდება ეს პრობლემა. იყვნენ ენთუზიასტები, რომლებიც რუსთავი ორი რო გადაცემდა ცხინვალი როგორი ბომბებოდა, სიხარული ხდებოდნენ და ეგონათ, რომ მართლა ერთ დღეში ყველაფერი დამთავრდება. სამწუხაროდ გზა აფხაზეთისკენ, სამხრეთ ოსეთისკენ გადის მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე. სხვა გზა
საომარი, მილიტარული, შეიარაღებული, თავდასხმა, ატომური ბომბი, ამერიკის დახმარებით რუსეთის დაჯოქება, ეს გზები არ არსებობს. თუ ვინმეს არ უნდა ამაზე ფიქრი, შეუძლია არ იფიქროს, მე ვიცი, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვაკონტროლებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვიჩნდება შანსი დავიბრუნოთ ის ხალხი, ის ადამიანები, ჩვენი ის მოქალაქეები, რომელთაც დღეს ეს არ სურთ. ეგაა გზა. ეხლა რა ფორმულებებით წარმოსახავენ ამას ავად თუ კეთილ მოსურნე მე ვიცი. ფაქტი ეს არის, ახლა თუ ვინმე სხვა გზა იცის, აგერ ვართ უსმენთ დიდი ხანია ყურადღებით ამ ტერიტორიებს და ამ ხალხს შეკვირდა მიხეილ სააკაშვილი. დღეს ისე შორს ვართ აქედან, როგორც არასოდეს. ამას არაერთი დასავლელი ექსპერტი აღნიშნავს. დიახ, ბევრი აღნიშნავს. და კიდევ ერთი ბატონო ლევან, ჩვენი საუბრის ბოლოს აღმოსავლური რევოლუციები, ტუნისი, ეგვიპტე, ლიბანი. ფაქტია, რომ ამ ქვეყნებში მართლაც ჰქონდა ეგრეთ წოდებულ თოვლის გუნდის თეორიას ადგილი, ანუ რეგიონში ერთი ქვეყნიდან გავრცელდა რევოლუცია სხვა ქვეყნებზეც. არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ ეს თოვლის გუნდა გავრცელდეს უკვე სხვა რეგიონებზეც? იცით, ისტორიას აქვს ასეთი აღმაფრენისა და აღმაფრენის მომენტები. დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ერთმანეთთან ძალიან სერიოზულად დაკავშირებულია, ჩვენი საუბარიც ამას მიუთითებს, რა ტიპის კავშირები არსებობს. დღეს Facebook-ის, ინტერნეტის, საერთო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ეს შესაძლებელი გახდა, თორე ადრე რუსეთში რომ მოხდა რევოლუცია, ევროპაში გამოიწვია, თქვა და ახლომახლო იქით ჩინეთშიც, მაგრამ თქვა ამერიკაში არ გამოუწვია არაფერი. დღეს შეუძლებელია რამე მოხდეს რომელიმე ახლო აღმოსავლურ ქვეყანაში და ის არ შეეხოს სხვა ქვეყანას. ის ახლა რაც ლიბიაში ხდება ეს სპეციფიკურია, რაც მართალია, იქ მიდის სამოქალაქო ომი, რომელიც დამთავრდება პოლკოვნიკ მუამარ კადაფის სამარცხვინო დამარცხებით საკუთარ ხალხთან, ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს, მაგრამ მან უკვე ძალიან დიდი სისხლი დაღვარა, არ შეეძრება ეგ ხოსნი მუბარაკს, რომლის პროდასავლურობა იმაშიც გამოვლინდა, რომ ბოლოს და ბოლოს ისე წავიდა, რომ ძალიან დიდი მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა მსხვერპლი რა თქმა უნდა იყო. ახლა ამ წუთას მიმდინარეობს საშინელი ამბები ბაჰრეინში, აი უბრალოდ უსაშინლესი ამბები არის მოსალოდნელი იემენში, ძალიან მძიმე ვითარება არის იორდანიაში, სადაც უსწრებს ასე ვთქვათ რეფორმებით. მაგრამ გასცდება ეს ტალღა რეგიონს, გადავა სხვა რეგიონებზეც. იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, უკვე იყო მცდელობა ვთქვათ ირანში. ხელახალი ასე ვთქვათ მწვანე რევოლუციის წამოწყებისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა გაგრძელდება. დარწმუნებული არა იმიტომ, რომ გულშემატკივარი ვარ მაინდა-მაინც, რომ ახლა ჩვენთანაც მოვიდეს, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. ყველა ხალხს აქვს ბუნებრივი გრძნობა იმისა, რომ იყოს ნაცია სხვებს შორის. ეს შესანიშნავად ჩამოყალიბდა თავისუფლზე ბოლოს. ჩვენს გვაქვს ეს გრძნობა. თუ კი ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა იბრძვის თავისუფლებისთვის და ჩვენ დავჭით მარტო ესე იგი იმის ამარა, რომ ხელისუფლება დაგცინის და კორუმპირებული ხელისუფლება გვეუბნება, აბა ჩვენ შორის კორუმპირებული ვინა ერთი მაინც დამისახელეთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხალხი გამოიყენებს იმ ენერგიას. მაგრამ გარდა ამისა საქართველოში ამას დაემატება კიდევ ის რაც ხდება დღეს, რა ეკონომიკური კრიზისი არის, რომელიც სავარაუდო იყო, რომელიც სხვა შორის ჩვენმა ეკონომისტებმა აი მადლობა მაინც უნდა უთხრათ, ხო ახლა მაინც უთხრათ მადლობა ლადო პაპავას, რომელმაც ის რაც დღეს ხდება საქართველოში 3 წლის წინ ივარაუდა მაგალითად. მაგრამ ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია. რატო? იმიტომ რომ ხელისუფლება თვითონაა ჭკვიანი, რატომ უნდა მოусმინოს ვიღაცა პაპავას და ვიღაცებს. ხელისუფლება, რომელიც ახლა დაბრძანდება სინგაპურში, ვერ მოულის ეკონომიკურ პრობლემებს აქ ეს უკვე არის ცხადი. ეს უკვე ყველა მიცის. შესაბამისად, თუ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღეს მიმდინარეობს, დაწყებული ისე იგი აქციებიდან და გაგრძელდება, მე გაზაფხული მოდის მოგეხსენებათ ბუნებრივი ქართული აღელვების დრო, მე ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად ტკბილად ღამე არ დავიბრძინებ. დიდი მადლობა ბატონო ლევან და იმედი მაქვს რომ ჩვენ საუბარს უკვე როდესაც დაბრუნდებით ამ სტუდიაში გავაგრძელებთ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ლევან ბერძენიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ღამემშვიდობისა.